მოგესალმებით რადიო მედიის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას 11 საათი 23 წუთი გახლავთ და ჩვენ ახლა ეროვნული არქივის საქმიანობას გამოვეხმაურებით კონკრეტულად კი იმ საერთაშორისო კონფერენციას რომელიც წელს უკვე მე-10-ად იმართება ეროვნული არქივის სივრცეში ამ თემას ასაუბროთ რადიო მედიის სტუდიაში ჩვენ მასპინძლობთ საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროს ქეთევან ასათიანს მოგესალმებით მადლობა სტუმრობისთვის თქვენ სანამ ეთერში შემოვიდოდით და ვსაუბრობდით აღნიშნეთ რომ ეს განსაკუთრებული კონფერენციაო მით უმეტეს რომ მე-10-ად ტარდება და ალბათ ბევრი დელეგატიც იქნება ისეთი ვინც პირველად არ ჩამოსულა იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პალიტრა სტუმრებისა და თქვენი უცხოელი კოლეგებისა წარმოდგენილი პირველ რიგში გითხარით რატომ არის წლევანდელი განსაკუთრებული კონფერენცია და მე ზოგადად მის ფორმატზეც ვისაუბროთ დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მადლობა რომ ასეთ საკითხებს აშუქებთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის. ნამდვილად განსაკუთრებული კონფერენცია იყო პირველ რიგში მე-10 და საიუბილეო და დაეტყო კიდევაც რომ საიუბილეო კონფერენცია იყო და დაეტყო 10 წლის გამოცდილება. იყო უამრავი და ერთმანეთისგან სულიად განსხვავებული მოხსენებები და ეს ლოგიკურიც არის თავისთავად. ძალიან იყო თემები რომლებიც გამეორდნენ მაგალითად ჩვენ ყოველ წელს აუცილებლად გვაქვს მაგალითად თემა თბილისი და თბილისთან დაკავშირებით სპეციალისტები ძალიან საინტერესო მოხსენებებს კითხულობენ ხოლმე თავარი მოთხოვნა ყოველთვის ამ კონფერენციას გარდა ხარისხის არის რომ უნდა იყოს სიახლე აუცილებლად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადამღერებული თემა ან კარგად ნაცნობი თემების ახლებური გააზრება კი ბატონო და შესაბამისად უამრავი სიახლე მივიღეთ. აი დაახლოებით როგორც გითხარით 200-მდე მომხსენებელია და ჩათვალეთ რომ 200-მდე მომხსენებელი გვიყვებოდა უამრავ სიახლეს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს საერთაშორისო კონფერენცია, მაგრამ გასაგებია რომ სხვა ქვეყნების ეროვნული არქივების ფორმატის გათვალისწინებით არის და რაღაცა ჩარჩო არის, მაგრამ რაც ნახე მიმართულებები საკმაოდ მრავალფეროვანია და ზოგადად ამ კონფერენციის აზრი საერთაშორისო რადგან ქვია რაშია უბრალოდ გამოსვლების გაზიარება თუ ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღება და თქვენ პროფესიული ზრდა პარალელურად რასაკვირველია პროფესიული ზრდა აუცილებლად მაგრამ საქმეც ის არის რომ მიხედვით რომ ამას ატარებს საქართველოს ეროვნული არქივი და ალბათ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონფერენცია მიუხედავად ამისა მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ არქივების წარმომადგენლები. ყველა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, რომელიც გამოთქვამს სურვილს და რომელიც გამოაგზავნეს ხალხის მოხსენებას, რასაკვირველია მრავალფეროვანს ხსნის, იმიტომ რომ მიზანი რა არის, შენ გაეცნო ბოლო კვლევებს ზოგადად, რომლებიც შეეხება, რა ვიცი, მიმდინარე მოვლენებს, სიძველეებს, ფაქტებს, რა ვიცი, წარსულს, აწყოს და მომავალსაც კი. ანუ ეს არ არის მხოლოდ დაარქივებულ მასალებზე საუბრის. არავითარ შემთხვევაში ყოველთვის კონფერენცია, რომელიც არის ცოცხალი, რომელიც ეხმიანება თუნდაც იმ წარსულს თანამედროვე გადასახედიდან ყოველთვის ყველაზე მომგებიანი ხდება და ყველაზე საჭირო ჩვენი ქვეყნისთვისაც და ჩვენი დაწესებულებისთვისაც. ანუ ამ როგორც ვთქვი ამ კონფერენციის ფორმატიდან გამომდინარე ეროვნული არქივი რომელიც პირობითად შედარებისთვის ვამბობ როგორც მუზეუმები, ბიბლიოთეკები რაღაც იყო პერიოდი როდესაც თანამედროვე ციფრული ეპოქისთვის რაღაცა შეუსაბამო ორგანოებად იყო აღქმული და მათ სრულიად ჩემი აზრით მოახერხეს ამ სტერეოტიპების დამსროვა და იმდენად მოდერნიზებულები არიან რომ ამ შემთხვევაში მაგალითად კონფერენციის ფორმატი იძლევა იმ საშუალებას რომ ეს არ იყოს მხოლოდ საარქივო საცავებში ჩაკეტილი ინფორმაციის განხილვა. მეცაც გეტყვით ავიღოთ თუნდაც ჩვენი არქივის მაგალითი მიდის უამრავი პროექტი სამეცნიეროს და არასამეცნიეროს კვლევით პროექტებია საოცრად საინტერესო თქვენთან ვიყავით საუბრობდით სიძველეების პროექტთან დაკავშირებით და ამ პროექტმა მოგცა უამრავი სიახლე უამრავი რაღაც ახალი სიტყვის თქმა შეგვიძლია უკვე საზოგადოებისთვის და აი ამ კონფერენციაზე იყო სწორედ პირველი ესეთი პრეზენტაციის ტიპის მოხსენება, ანუ რას გვაძლევს ეს პროექტი და რა შეგვიძლია საზოგადოებას შევთავაზოთ. ასეთი პროექტი არის ჩვენს დაწესებულებაში ბევრი და ჩვენ ამ კონფერენციით თავაზობთ ჯერ მკვლევარებს, პირველ რიგში ან მეცნიერებს,
ვისი განსაკუთრებული ინტერესიც არის და ვისაც შეუძლია, ასე ვთქვათ, კიდევ აი ამ ფარგლებში შემოსვლა სამუშაო წრეში და ამავეს აკეთებენ სხვა დაწესებულებებიც. უცხოეთშიც და საქართველოშიც. ეს იმდენად დიდი გამოცდილებაა. შენ ადევნებ თვალყურს, როგორ მუშაობენ ამ ტიპის პროექტზე, მაგალითად მადრიდის უნივერსიტეტში, ერთ-ერთში. როგორ მუშაობენ, როგორ გითხრათ, ავსტრიის უნივერსიტეტში. ამ ტიპის და ეგ განსაკუთრებით საინტერესო იყო სხვა შეს როგორ იყო წარმოდგენილი მე-20 საუკუნე. ერთი საოცრად საინტერესო თემა იყო როგორ გიყვებიან ევროპის მუზეუმები თანამედროვე ენაზე ისტორიას. ანუ როგორი უნდა იყოს მუზეუმი სინამდვილეში იმისათვის, რომ დამთვალიერებელმა მთელი ისტორია აღიქვას და ეს არ იყოს მხოლოდ სტატიკურად, რა თქმა უნდა, დაყენებული რაღაცა დადგმული ექსპონატი, არამედ ის თან რაღაცას უნდა გიყვებოდეს და მას ჰქონდა აღებული აბსოლუტურად სხვა ტიპის ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის კერდა, ურთიერთსაპირისპირო შინაარსის მუზეუმი შეპირისპირებული ჰქონდა და წარმოდგენილი ჩვენთვის როგორ უნდა წარმოადგინო ისეთნაირად ის იყოს საინტერესო, საჭირო და რაც თავარია, ეს შედის ჩვეულებრივი ადამიანის უბრალოდ დაინტერესებული პირი თუ შედის თქვათ მეცნიერი, მისთვის იყოს გარკვეული წყარო. 1000 რაღაც ვიღაცისთვის ფიქრისთვის, ვიღაცისთვის ფიქრი კვლევისთვის. ასე რომ მსგავსი მოხსენებები ბევრი იყო. ძალიან საინტერესო კიდევ ერთხელ ვიმეორებ და რაც თავარია, ბევრი ამის მომცემი. ეს რა პერიოდით გაგრძელდა, როგორი იყო? მთლიან კონფერენციას გულისხმობთ ალბათ 3 დღე გრძელდებოდა. 2 დღე იყო მოხსენებების ნაწილი და მესამე საპრეზენტაციო, ჩვენ გარკვეული კულტურული პროგრამაც გვაქვს, რომელსაც თავაზობთ ქართულ და არაქართულ მონაწილეებსაც, ანუ სტუმრებსაც და შინაურებსაც, ასე ვთქვათ. ეს 2 დღე იყო ძალიან დატვირთული, იწყებოდა დილას და მთავრდებოდა დაახლოებით საღამოს 10:00-ისკენ ეს მოხსენებები. ვახტანგ მეექვსის დაბადებიდან 350 წლის იუბილესაც მიეძღვნა ეს თქვენი ისედაც საიუბილეო კონფერენცია და თქვენ ახლა ახსენეთ რომ პრინციპში ამ კონფერენციის მიზანი და მოწოდება არის თქვათ ალბათ სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა და სამეცნიერო ღირებულების საარქივო მასალის სამეცნიერო ღირებულების კიდევ ერთხელ წარმოჩენა და ნუ ვახტანგ მეექვსის მე მგონი შემთხვევით არ ვუწოდებთ ალბათ მეცახელად მეფე მეცნიერი, იმიტომ რომ საქართველოში სამეცნიერო საქმიანობის პირველი გზამკვლევი იყო, ხო, ალბათ დიდი მასშტაბებით ეს ადამიანი, ერთ-ერთი დიდი პირველი და მით უმეტეს იმ ეპოქაში, როდესაც იგი ცხოვრობდა, ხო? თქვათ ასე, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განსწავლული მეფე. ესეთი სწორი იქნებოდა, რომელსაც რაღაცა სასწაული განათლება ჰქონდა მიღებული, ხშირად საუბრობთ ხოლმე ამას, რანაირად როგორ მოახერხა ეს ყველაფერი. მანაც მის მაშვილებმაც განსაკუთრებით აი ვახუშტი, ხო? ყველაზე ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე განსწავლული მეფე, რომელმაც სისტემაში მოიყვანა უამრავი რამ, მათ შორის უნებრივია აი სამეცნიერო მიმართულება, ასე ვთქვათ, ქვეყანაში ძალიან ცნობილი, ყველაზე ცნობილი მისი სწავლულკაცთა კომისია, მისი ვთქვათ, ხა პირველი სტამბა, ასე უამრავი ხელნაწერი და სხვათა შორის ამ კონფერენციის ფარგლებში ზოგადად მინდა თქვა, რომ 10-ვე წელს ეს კონფერენცია ეძღვნებოდა რაღაცას, ან მოვლენას, ან ვიღაცას, ეს კიდე ერთი ნაბიჯი ეკითხენ, რომ ჩვენ ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს აუცილებლად რა თქმა უნდა და ეს არ არის განყენებული კონფერენცია რაღაცა შორს საზოგადოებისგან პირიქით იმ ამბავში ვართ ჩვენს რაშიც მთელი ქვეყანა ეხარშება ხო და წელს იყო ვახტანგ იყო პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას ეძღვნებოდა იყო მეფე ერეკლეს იუბილეი იყო კიდე და ასე შემდეგ აი ხა წელს ორმაგად კარგი ყოლად ეცით იმიტომ რომ პარალელურად ჩვენ შევეცადეთ რომ გავგეკეთებინა ასევე გამოფენა იმიტომ რომ ეროვნულ არქივში ალბათ ინახება ყველაზე მეტი მეფე ვახტანგთან დაკავშირებული დოკუმენტი. ეს ორიგინალი, აი წარმოგიდგენთ, მისი ავტოგრაფი არის დაცული, რომელიც მან გადაწერა ჯერ კიდევ ისპაჰანში ყოფნის დროს, არის მისი ლექსები, რაღაცა პოემა. მოკლედ რაზეც უმუშავია და რაც დღემდე შემორჩა დიდი ნაწილი
ისტორიული საბუთებისა თუ ხელნაწერების სახით, თუ ძველნაბეჭდი წიგნების სახით, რასაკვირველია დაცული ეროვნულ არქივში და ჩვენ ამ კონფერენციის ფარგლებში ეს ყველაფერი გქონდა ორიგინალის სახით წარმოგიდგენთ, იყო გამოფენილი პირველი სახარბი, ანუ პირველი წიგნი, რომელიც საქართველოში დაიბეჭდა საერთოდ პირველი ძველნაბეჭდი, პირველნაბეჭდი წიგნი ვთქვათ ასე, სახარება. იქ იყო პირველი ვეფხისტყაოსანი გამოფენილი და იმ პირველ ვეფხისტყაოსთან ერთად გქონდა გამოფენილი ასევე ხელნაწერებიც და საინტერესო იცით რა არის ძველი ხელნაწერების შედარებით ვეფხისტყაოსნის, ხო? მაგრამ საკმაოდ საინტერესო მიმართულება გაიშალა ვახტანგის მერე, იმიტომ რომ თითქოს აი ბეჭდით კულტურა სხვა მიმართულება უნდა შემოეტანა, ხო, მაგრამ ცით რა მოხდა რომ ეს ძნელბედობის შედეგი იყო კიდე, მაგრამ ვახტანგის სტამბის შემდეგ უკვე დაიწყეს ანუ პირველი სახარების შემდეგ დაიწყეს გადაწერა აი ამ სახარებიდან, ნაბეჭდის სახარები, ანუ ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა უკვე ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი სახარები. ნაბეჭდის ხელნაწერებში გარდაასვლა. ანუ ჩვენ მქონდა ეს ყველაფერი ასეთი წარმოდგენილი ისეთნაირად, ეს თანმიმდევრობა, რაც ხდებოდა მაშინ ენახათ დამთვალიერებლებს, საოცრად კარგი იყო სხვათაშორის განსაკუთრებით მისი ისტორიული საბუთები იყო მისი ოჯახთან დაკავშირებული დოკუმენტები და არა მხოლოდ დოკუმენტები. იყო ბაქარის ბიბლია, ხო, მიშვილთან დაკავშირებული, იყო ვახტანგ იუნესკოში შეტანილი ხელნაწერი, ეს არის ისტორია სამეფოსა საქართველოსა, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის არის და რომელიც რუსეთში დაასრულა და შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ ეს ხელნაწერი და საქართველოში იქნა ჩამოტანილი და შემდეგ ეს ყოფილიყო გამოტანილი ამ კონფერენციის ფარგლებში დამთვალიერებლისათვის. მის მიერ ნათარგმნები წიგნიც იყო ვარსკვლავების ტრაქტატი. კი, და ის იყო ავტოგრაფული ნუსხა გვაქვს ჩვენ. იმიტომ რომ ეს უნიკალური წიგნია, რამდენადაც მე ვიცი, ეს ხომ ზოგადად შექმნილია თავის დროზე ულუგბეგის მიერ, დიდი ჩინგის ხანის შვილიშვილის მიერ და რამდენადაც მე ვიცი, პირველად ხდება ევროპულ ენაზე თარგმანი და ეს არის სწორედ ვახტანგის დამსახურებით. არა, ხოლო იცით როგორ არ ვიცი რამდენად პირველად ხდება, არ მაქვს ეს ინფორმაცია, ამიტომ ვერ გიდასტურებთ, დიახ. პირველი თარგმანია ევროპულზე და შემდეგ უკვე ქართულიდან ითარგმნა ლათინურ ენაზე. და განივრცე უკვე ბებერ კონტინენტზე. მე კიდევ დავამატებ, ანუ აქ იყო გამოტანილი ორი ხელნაწერი დაკავშირებული, ბევრი იყო გამოტანილი, მაგრამ ერთი იყო ავტოგრაფი და სრულად ავტოგრაფი, თავიდან ბოლომდე მისი გადაწერილი და მეორე იყო გადაწერილი კალიგრაფის მიერ, ისეთ ლამაზი ხელნაწერია, ჩასწორებული ვახტანგის მიერ. ანუ იქ რაღაცები არ მოეწონა, იქ ვარსკვლავების სახელები, ხო და აი ორი მე მახსოვს რომ ეგ იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და მე არ ვიცი ახლა იქ არის თუ თქვენთან არის, მაგრამ ზოგადად ამ ადამიანის მონაგარი სამეცნიერო თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და უბრალოდ თქვენ აღნიშნეთ რომ ძნელბედობის ჟამს და ალბათ ღირს გახსენებათ იმ პერიოდისა, როდესაც ეს ადამიანი იყო მეფე, ისიც იმდენად უბადრო და ცუდ დღეში ვიყავით, რომ ჯანიშინი იყო საერთოდ მეფის მოადგილედ მიიჩნეოდა, სანამ ბიძამისი იქით შახის კარზე და შახისთვის სასარგებლოდ ავღანელებთან იბრძოდა და იქ ცალკე ისტორია იყო და სწორედ მისი გარდაცვალების მერე ხდება ის მეფე, მაგრამ აი ამ სირთულეების მიუხედავად რამდენად და პოლიტიკური ძალიან რთული მდგომარეობის მიუხედავად და ცხოვრების რეჟიმის მიუხედავად როგორ ახერხებს რომ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფლანგზე არაფერი დააკლოს ქვეყანას პირიქით. იქ გამოფენაზე ჩვენ ქონდა გატანილი ეს კი ძველნაბეჭდი წიგნები და იქვე იყო ხელნაწერებიც და ერთ-ერთ ხელნაწერზე ქონდა მიწერილი რომ რაღაცა პერიოდი შეიქმნა ისეთი ილუზია რომ აი ჩვენ მეფების ხან და ელექსებს წერდნენ რომ საქვეყნო იქცეოდა. არ იყო ესე. ანუ ერთ-ერთ ხელნაწერზე ქონდა მიწერილი რომ მარტო ღმერთმა იცის რამდენად როგორ გითხრათ რა დამიჯდა ამ ხელნაწერზე მუშაობა. ესეთი მიდანწერი აქვს თვითონ გაკეთებული. ანუ ის მართალია სამეცნიერო საქმიანობა მიდიოდა და არა საგანმანათლებლოც ასევე და ასე ბევრი რამე მიდიოდა, მაგრამ რა თქმა უნდა იხარშებოდნენ აი ამ უბედურებაში ჩვენი წინაპრები და ისიც ის რუსეთშიც გასვლას იმ უზარმაზარი ამალითაც ესეც ალბათ სხვა გამოსავალი ალბათ ვეღარ იყო. ხო, ისეთი თავდასხმა იყო იმ ირანის შახისგან, რომელიც პრინციპში აქ წვიტავდა ვინ იქნებოდა ბაგრატიონთა კარზე შემდეგი და როგორ იქნებოდა და ეს ის პერიოდია, როდესაც
1000-მდე ქართველი ტოვებს საქართველოს და თან მათში გამორჩეული იმ პერიოდის გამორჩეული ელიტა განათლებით, არ ვიცი, ხსებით, კულტურით თუ შეგნებით და მეტი ალბათ იქ იყო თანაც იყო გატანილი საქართველოსთან სამეფო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იყო პრაქტიკულად მთელი სამეფო, ასე ვთქვათ, ბაგრატიანების ის ჯგუფი გადიოდა ქვეყნიდან ასევე იმ ამალის გარდა, რომელიც თვლიდა რომ უნდა დაბრუნებულიყო და შემდეგ კანონიერად ხო, ნუ მათი გასვლაც ხო დროებითი იყო. და შესაბამისად ასე თვლიდნენ ისინი და შესაბამისად მათ თან ჰქონდათ წაღებული სამეფო ატრიბუტიკა, მერე ძალიან დიდი შრომა დაჯდა, იმიტომ რომ ვერ ასრულდა ის ოცნებები, რომელიც მათ ჰქონდათ, ხომ? ამიტომ შემდეგ აი ამ გატანილი ნაწილის უკან დაბრუნება ძალიან დიდი შრომა დაუჯდა მათ შთამომავლობას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მეორე ისინი აპირებდნენ ამ ყველაფრის გაგრძელებას, ისინი აპირებდნენ რომ ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო, ისინი ამაზე ოცნებობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა და ხშირად ხდება ერთმანეთს და ვახტანგ მე-6 ჩვენ აი ზუსტად ბოდისტიხით რო გაწყვეტით და აი ზუსტად ჩვენ რომ სიძველებზე მუშაობთ, აი ამ სიძველების ფარგლებში ამოტიტივდა როგორ დაბრუნდა რუსეთიდან შემდეგ მეფე ვახტანგის დროშა, რომელიც დღეს ეროვნულ არქივშია შენახული და ჩვენ გვაქვს ამ დროშის ძველი ფოტო უკვე ჩამოსლის შემდეგ გადაღებული, რა თქმა უნდა, მოგვიანებით ცოტა ფოტოგრაფია შემოვიდა. გვაქვს ასევე მასალები როგორ ბრუნდება რუსეთიდან ბუნიკი, კიდევ ცალკე მისი ფარი ძალიან ცნობილი ვახტანგის. მოკლედ ბევრი რამე, რომელიც მაშინ გასავარაუდოდ წმინდანინოს ვაზის ჯვარიც ასევე მათთან ერთად იყო, მათ დააბრძანეს და შემდეგ უკვე დააბრუნეს მოგვიანებით საკმაოდ ისეთ მძიმე ვითარებაში. ესეც ზუსტად აი ამ სიძველების ფარგლებში ამოტივდა მთელი ისტორია, როგორ მოხერხდა ამ ყველაფრის ნაწილი, რა თქმა უნდა. ძალიან ძლიერ ნაწილს უკან დაბრუნდა. კითხვა რომ ერთი ისტორიული მონაკვეთი რო დავამთავროთ, ვახტანგ მე-6-ს ნამდვილად ჰქონდა იმის იმედი, რომ იმ დროინდელი რუსეთის იმპერატორი მოიცლიდა საქართველოსთვის და დაეხმარებოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ პეტრე პირველი 1724 წელს მე მგონი ისე გარდაიცვალა, რომ თან წაიღო სხვა ყველაფერთან ერთად ვახტანგ მე-6-ის იმედიც და იქ ყოფი ქართველების იმედიც და ნუ ეს გასაგებია რომ ასტრახანში ასრულებს ცხოვრებას, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, სწორედ ვახტანგ მე-6 იყო ის ადამიანი, ვისი ცოდნის საფუძველზე შეიქმნა უკვე ალგებრა რუსეთის იმპერიაში. მერე ეს ისე ინფორმაცია, ეს რაც მე მახსოვს მას მიუძღვის დიდი ალგებრისა, რა გითხრათ, ყოველ შემთხვევაში მათემატიკის პირველი სახელმძღვანელო, რომელიც ალგებრა მათ შორის, ხო? კი, რომელიც ჩვენ გვაქვს ეს ხელნაწერი სხვათა შორის. ხო და აი აქეთ მიყვანას კითხვა ბოდიში დავამთავრებ. იმ ხელნაწერებიდან და დოკუმენტებიდან რაც მათ წაიღეს, რა დოზის დაბრუნება მოახერხეთ და რა რაოდენობა ინახება თქვენთან? არა, ინახება ბევრი, რა თქმა უნდა. მათ შორის რუსეთიდან ჩამტანილი ნაწილის, აი მე ცოტა ხნის წინ გითხარით, რომ ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიის საქართველოსაც ამ დროს ჩამოვიდა, დაიწყო ამ ყველაფრის დაბრუნება უკან. სხვადასხვა დროს ბრუნდებოდა ნელა-ნელა, სხვადასხვა საფუძველზე, სხვადასხვა მიზეზით, ასე ვთქვათ, მაგალითად ვაზის ჯვრის დაბრუნება მოხერხდა რუსეთის ჯარის შემოსვლასთან ერთად, სამწუხაროდ და ესეთი ფაქტი იყო და დანარჩენი 20 საუკუნის 20-30-იან წლებში შემოდიოდა ნელა-ნელა, მაგრამ რაც შეეხება რაოდენობას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნაწილი არ ჩამოსულა უკან. გასაკვირველი არ ჩამოსულა. ძალიან დიდი ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ შემოვიდა მაშინ ძალიან დიდი ზარზემით გვილოცავდნენ და ჩვენს გვიხარდა, რომ ძალიან ბევრი რამე შემოვიდა და დაბრუნდა ქვეყანაში და ქართული განძი აქ არის. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი რამე ჯერ კიდევ მოძრაობს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ დედამიწაზე სამწუხაროდ ასე გამოვიდა. გასაგებია. ნუ ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მეორეს მხრივ ის რომ თქვათ ეს კონფერენცია მაინც სამეცნიერო ფორმატისკენ არის მოწოდებული და ჩვენთან შენახული სიძველეების კიდევ ერთხელ გადააზრების შესაძლებლობას იძლევა ალბათ. ამ თვალსაზრისით თქვენ როგორ ფიქრობთ დღეისთვის თუ ჩვენ იმ პერიოდში, ასე ვთქვათ, ამიერკავკასიაში სამეცნიერო მიმართულებით, ნუ ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ლიდერები ვიყავით გარკვეულწილად, დღეისთვის თქვენ აგერ მსოფლიო დელეგატები ყავდათ და დღეისთვის არსებული მოცემულობის ფონზე როგორია ჩვენთან დონე ვითარება, რამდენად სიღრმისეულად და მეცნიერება როგორ მიდის წინ არა დოკუმენტების შესწავლის თვალსაზრისით სამეცნიერო საქმიანობას და ამ კულტურას გულისხმობ, იმიტომ რომ ჩვენ ამ მხრივ გიგანტები გვყავდა და რამდენად გრძელდება ეს ესტაფეტა.
დიახ, გიგანტებს თავისი ეპოქა ჰქონდათ, მოგეხსენებათ ძალიან შეიყარნენ რაღაცა მომენტში ერთად. მაინც გვაქვს იმედი რომ კიდევ დაგვიდგება ასეთი ვარსკვლავების დრო, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც შეეხება აი ამ ყველაფრის შესწავლას, რაც ჩვენთან არის დაცული, ის რომ ამხელა კონფერენციები იმართება, ის რომ ეს კონფერენცია არ არის უბრალოდ ცალკე განყენებული, არამედ ის ეფუძნება იმ პროექტებს, რომელიც მიდის თუნდაც ეროვნულ არქივში, თუნდაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, თუნდაც ეროვნულ მუზეუმში. რა გითხრათ, სხვა სამეცნიერო დაწესებულებაში ეს საქართველოსაც შეეხება და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ახერხებენ ჩამოსვლას და მათ უღირთ რომ ეს ჩვენ გაგვიზიარონ და ჩვენგანაც მიიღონ ინფორმაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ხარისხი საკმაოდ მაღალია. და კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ კიდევ გაგრძელოთ, იმიტომ რომ სანამ კონფერენციას გამოაცხადებ, ძალიან ბევრი სტუმარი წინასწარ იქნება თუ არა წელს ხონამდვილად იქნება წელს კონფერენციას, იმას ნიშნავს, რომ ეს ხარისხი მართლა მაღალი, ინტერესიც არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ მე არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ისეთ კონფერენციაში მონაწილეობას, რომელიც არაფერს არ მაძლევს. იქიდან უნდა მივიტანო და უნდა წამოვეღო კიდევაც. ასია წესი. და პრესტიჟის ელემენტი. რა თქმა უნდა. რასაკვირველია არის პრესტიჟიც გამოწეულია ხარისხთან არის დაკავშირებული. ხო, ის რომ ამხელა ინტერესია, ის რომ მუდმივად, სტაბილურად შენ ყველაზე ესეთი 200-მდე მომხსენებელი არ არის რიცხვი მარტო. როცა ამას ვამბობ, რაღაცა სტატისტიკაში გადადის სინამდვილეში, ეს არის რომ ამ კონფერენციის მოთხოვნა არსებობს. ხო, ასე რომ და ეს ციფრიც ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენი საერთოდ როც იწურება, მადლობა სტუმრობისთვის და ეს მეათე იყო საიუბილეო და დარწმუნებული ვარ კიდე ბევრჯერ ჩაატარებთ ამ კონფერენციას და ხო, აი ამ ხარისხის თამასის შენარჩუნება ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და ის რომ ამ კონფერენციაში მონაწილეობა ბევრისთვის პრესტიჟის საგანი იქნება, ეს მეორეს მხრივ ჩვენთან იმის გარანტი იქნება, რომ ბევრში აამაღლებს და კიდევ უფრო გაამძაფრებს, უფრო მეტად სურვილს მაღალ პროფესიონალურ დონეზე არსებული დოკუმენტების შესწავლისა, იმიტომ რომ ისტორია კი გვაქვს და დანარჩენი უკვე მონდომების საგანია. უამრავი რამე ჯერ კიდევ შესასწავლია, უამრავი. აი ეს ყველაზე ესეც მნიშვნელოვანი დეტალია, რომ თითქოს აღწერით, დოკუმენტაციით, სტატისტიკური თანმიმდევრობით და ასე შემდეგ თაროზე რადებს როგორ დებს ყველაფერი ვიცით, მაგრამ მათი სიღრმისეულობა ალბათ არის ის ელემენტი, რომელიც ძალიან დიდხანს ასაზრდოებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალ თაობებსაც, იმიტომ რომ რამდენჯერ ყოფილა აგერ თქვენ ჩემზე უკეთესად გეცნობათ, რომ ერთ და იგივე დოკუმენტი, რომელიც გვეგონა რომ რაღაცით აღქმული ქონდა, გაგებული ქონდა, რაღაც პერიოდის შემდეგ საერთოდ სხვა პრიზმაში განიხილება და სხვანაირად წარმოაჩენს თავის თავს და ეს ალბათ დამოკიდებულია სამეცნიერო დონის ზრდაზე. დიახ. მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ და დიდი მადლობა. ჩვენ კიდე არაერთხელ გიმასპინძლებთ და თქვენ სხვა აქტივობებთან მიმართებაში, თუმცა ამჯერად ჩვენ გამოვეხმაურეთ საქართველოს ეროვნული არქივის საერთაშორისო მეათე საიუბილეო კონფერენციას და ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ ეროვნული არქივის სამეცნიერო გაყოფილების უფროს კეთევან ასათიანს მასპინძლობდით, ჩვენ ვასრულებთ მასთან დიალოგს, მე მოგვიანებით უკვე დღის არხის ფორმატში დაგიბრუნდებით დროებით.